რამ გამოიწვია, რომ აი ესე მე დემონსტრაციულად გადავედი გზისავალ ნაწილზე და გავშალე ეს სკამი და დავჯექი. ჩემი მეგობარი ბექა ქურხული ბოლოს რო ნახე წინა საღამოს, როცა მეორე დღეს დააკავეს. ხო და გაიარა გვერდით, მე ვიჯექი და ვერ დამინახა. და ესე მოვკაჩე მეთქი ბექა და აქ სადღაც სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. ხო მაინც გადავკეტეთო, გახარებულიყო, მომახარა და გაიქცა. მე იქ რო მივედი რუსთავზე და მაშინ იყო სწორედ გადაკეტვის ის მომენტი. უკვე გადაიკეტა. მე მივედი ახლოს და ვხედა რომ ვიღაც კაცი წევს, გაშოტილი და ვიღაცა გოგო კიდე იქით ზის ასვალზე. ჩვენ ყველანი დგევარ და თითქოს სეირს უყურებთ. რამდენიმე კაცია გადასული გზაზე და აჩერებს მოძრაობას. ხო და თვითონ ახლა ჩვენ ისე გაგვზარდეს თუ ადამიანი გაშოტილია და წევს, ესე იგი რაღაცა უჭირს და დახმარება უნდა. ხო აი ხო ხართეზოზე არ წამოწვა რა, ხო არ ისვენებს, არამედ თავს იგზდებს საფრთხეში მანქანების წინაშე დაწვა კაცი. ესე იგი ამ კაცს უჭირს, ამ კაცს დახმარება სჭირდება და გამიელვა რომ ბექარო აქ იყოს, ხო ნამდვილად არ გაჩერდებოდა ტროტუარზე, ხო გადავიდოდა მეთქი და აი ამან მოახდინა ჩემზე რაღაცა შინაგანად გავლენა თუ იმპულსი იყო ისეთი ძლიერი, ყოყმანის გარეშე გადავედი და მის წინ დავჯექი ჩემს სკამზე. ერთი ტაქსი იყო, რომელიც აი მაქსიმალურად ახლოს მოვიდა ჩემთან. აშკარად აი უნდოდა რომ ის კი არა რომ გავეტანე, მაგრამ გავცლოდი და მივხვდი რომ ესეთ სიტუაციაში უკან დახევა არის თვითმკვლელობის ტოლფასი. ეს უკვე ბრძოლა, მორალური თუ ფსიქოლოგიური, მაგრამ ეს ბრძოლა რეალურია. იქ ხო იცით ისეთი ატმოსფეროა რუსთაველზე, რომ ყველა არის შენიანი და ეს არის ბედნიერების განცდა. ჩემი შინაგანი მდგომარეობა ხო გაორებულია. მე ერთის მხრივ მიხარია იმ ხალხთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ ის ხალხი არის წრფელი, ის ხალხი არის არაჩვეულებრივად ცოცხალი, მართალი, შემართული, ლამაზი, ნიჭიერი, ყველა თვალსაზრისით საუკეთესო ნაწილია საზოგადოების. იმათთან ურთიერთობა, იმათთან გვერდით დგომა, მე მგონი თავისთავად ბედნიერება.